თორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ინფორმაციას აჭარა Times-ი ავრცელებს. წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ცალთვალში მხედველობა დაკარგა. გამოცემის ინფორმაციითვე სასწავლო პროცესში არ მონაწილეობენ რიჟვაძის შვილები, რასაც ბავშვების სკოლის დირექტორიც ადასტურებს. ავლაბარში არასრულწლოვნებმა სუპერმარკეტი ნიკორა გაძარცვეს, წაღებულია თანხა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, მოზარდებმა მარკეტის თანამშრომელს დაზიანებები მიაყენეს და მისთვის ბოთლის ჩარტყმაც სცადეს. პოლიციის მისვლამდე ისინი შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მყოფი მარიამ ქრივიშვილი მილიონერია. 35 წლის ქრივიშვილი ფლობს 826.200 ლარის ღირებულების 4 ბინას, 376.000 ლარის მიწის ნაკვეთებს. ანაბარზე აქვს მილიონ ლარზე მეტი და გადაადგილდება 162.000 ლარიანი მანქანით. ქრივიშვილის კუთვნილებაშია 60.000 ლარის როლექსის 2 საათი და 30.000 ლარის სამკაული. უნგრეთის მთავრობა არ დაუშვებს უკრაინული მაფიის ევროკავშირში შესვლას და დაბალი ხარისხის უკრაინული მარცვლეულის ევროპულ ბაზარზე გადანას. აცხადებს პუტინის მოკავშირე უნგრეთის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი. პიტერ სიარტოს თქმით, ბუდაპეშტი უკრაინის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყველა მცდელობას დაბლოკავს.